როცა მოხუცი მის ხეი გრმელებთან ვიზიტის შემდეგ ქალაქში დაბრუნდა, ბავშვებს თოჯინის სახლი გამოუგზავნა. ის ისე დიდი იყო, რომ კარტელმა და პეტმა ძლივს შემოიტანეს და ეზოში 2 ხიწყუსე დადეს. ზაფხული იყო. საღებავის მძაფრი ალბათ იმ დროისთვის გავიდოდა, როცა მას სახლში შეიტანდნენ. თოჯინების სახლი იდგა ეზოს უკანა მხარეს, ხასხასა მწვანე ღია ყვითლით გაფორმებული. სახურავზე დამაგრებული 2 საკვამური თეთრად და წითლად იყო შეღებილი. კარი ყვითლად ბზინავდა. სახლს ჰქონდა ყვითლად შეღებილი დეკორატიული ვერანდაც. საღებავის სუნის სათამაშოს რომ ჰქონდა, აღრავის ახსოვდა. ის სიხარულისა და სიახლის ორიგინალური ნაწილი იყო. ყველაზე მეტად კეზიას ნათურა მოეწონა. ძალიან მოეწონა. სამზარეულოში იდგა სასადილო მაგიდაზე ქარისფერი და მრგვალი გლობუსივით. თითქოს ესაა, უნდა გაანათოსო, რა თქმა უნდა. მართლა ვერ გაანათებდა, მაგრამ შიგნით რაღაც იყო. ზეცგავდა და მოძრაობდა. თუ შეეხებოდით, დედა და მამა თოჯინების მისაღებ ოთახში იყვნენ. შვილებს ზედა სართულზე ეძინათ. ისინი თითქოს არც ეკუთვნოდნენ თოჯინის სახლს. მე ვცხოვრობ აქ, იღიმოდა კეზია. მეორე დილით ბერნების გოგოები ძლივს მივიდნენ სკოლაში დროულად. ერთი ცული ჰქონდათ, ყველასთვის მოეყოლათ თოჯინების სახლის ამბავი. დაწვრილებით უნდა აღეწერათ, იგი კლასელებისთვის 3 სკოლის ზარი დაირეკებოდა. მე პირველი მოუყვები მათ, დაიწყო იზაბელამ. მე უფროსი ვარ და ჯერმე მოუყვები, თქვენ შეგიძლიათ მერე შემომიერთეთ. მე პირველი დავიწყებ, პასუხი გასცემდა იზაბელას. ის ყოველთვის მართალი იყო. ლოტი და კეზიამ კარგად იცოდნენ უფროსი დისძალა. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ. მე ავირჩევ, ვინ წამოვა სახლის სანახავად, აგრძელებდა იზაბელა. დედამ თქვა, რომ მე მაქვს უფლება სახლში მოვიყვანო გოგოები და თოჯინების სახლი ვაჩვენო. მართლაც გადაწყდა, რომ გოგოებს შეეძლო თოჯინების სახლი ეჩვენებინათ კლასელებისთვის, ვიდრე იგი გარეთ იდგა. კლასეები რიგრიგობით უნდა მოსულიყვნენ სახლის სანახავად და წყნარად გარიყვნენ, როცა იზაბელა მათ სახლს დაათვალიერებინებდა. ჩაი და სახლში სირბილი, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტებს არ მოიაზრებოდა. დასვენება რომ დაიწყო, იზაბელა ბავშვებს შორის იდგა. გოგოები თავს ევლებოდნენ, მასთან ერთად სეირნობდნენ, ეხვეოდნენ, უღიმოდნენ. მის განსაკუთრებულ მეგობრად მოჰქონდათ თავი. მხოლოდ ის 2 იყო მოშორებით. ისინი ვინც სულ განცალკევებული რჩებოდა, პატარა კელვიებმა იცოდნენ, რომ ბერნელებს არ უნდა გაკარებოდნენ. კელვიები მრეცხავი ქალიშვილები იყვნენ. ის სახლიდან სახლში დადიოდა. მთელი დღე დაალაგებდა. არავინ იცოდა, სად იყო მისტერ კელვი. კელვიებს ეცვათ სხვა ადამიანების ნაწყალობები, ძველი ნაჭრებისგან შეკერილი ტანსაცმელი. ლილის მაგალითად, რომელიც პუტკუნა და ჭორფლიანი გოგო იყო, კაბა ბურნელების მწვანე სერჟის გადასაფრებისგან ჰქონდა შეკერილი. მანჟეტები მწვანე ფარდაგის ნაჭრისგან ჰქონდა გამოჭრილი. ქალის დიდი ქუდი თავზე რომ ჰქონდა დაკვეხებული, მოხუც მის ლეკის ეკუთვნოდა ოდესღაც. ლილის ქუდი უკან ჰქონდა გადაწეული და ალისფერი პეროთი გაფორმებული. შეუძლებელი იყო არ აქცინებოდა მის დანახვაზე. უმცროსი და ელიზა ჩაფართხუნებული თეთრი კაბით დადიოდა, გეგონებოდა საღამოური ფეხსაცმელზე ჩაუცვამსო, თუმცა რაც არ უნდა ჩაეცვა ელიზას, ის მაინც უცნაური იყო. წარმოგიდგენიათ, ერთი ციდა გოგო მოკლედ შეკრეჭილი თმით და დიდი ბრდღიალა თვალებით, თითქმის არავის უნახავს მისი ღიმილი. პატარა გოგო არასოდეს არ ლაპარაკობდა, სულ ლილიზე ჩაბღაუჭებული დადიოდა, ხელში მისი კაბის ბოლო ეჭირა. სადაც ლილი მიდიოდა, ჩვენი ელიზაც იქ იყო. სათამაშო მოედანზე, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე და უკანა გზაზე სახლისკენ. ლილი წინ მიდიოდა და ელიზა უკან მიჰყვებოდა. თუ რამე უნდოდა, ლილის კაბაზე ქაჩავდა და ლილი უკან ტრიალდებოდა. კელვიებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ. პირველი 2 სტუმარი, ვინც იზაბელამ იმ საღამოს აერჩია, ემი კოლა და ლანა ლოგანი იყვნენ. თუმცა ყველა გოგონა იცოდა, რომ ჰქონდა შანსი იზაბელასთან სტუმრობისა და ყველა მათგანი ცდილობდა უფრო ახლოს ყოფილიყო იზაბელასთან. თავს ევლებოდნენ, ყოველთვის რაღაც ჰქონდათ მისთვის ყურში საჩურჩულო. იზაბელა ჩემი საუკეთესო დაქალია. მხოლოდ კელვიები ბოდიალობდნენ შორი ახლოს. არავის არაფერი არ ჰქონდა სათქმელი მათთვის. დედა, შეიძლება კელვიებს ვაჩვენო თოჯინის სახლი? კითხა დედას ერთხელ კეზიამ.
რა თქმა უნდა არა, კეზია. კი, მაგრამ რატომ? გაუკვირდა კეზიას. შვენივრად იცი რატომაც, კაცრად უთხრა პატარა გოგოს დედამ. წადი აქედან, კეზია. საღამოს პეტმა სკოლიდან სახლში წაიყვანა ბერნელების გოგოები. სტუმრები ჰყავდათ. იზაბელა და ლოტინი ზედა სართულზე ავიდნენ, წინსაფრების გამოსაცვლელად. კეზია სახლის უკან გაიპარა. არავინ იყო გარშემო და თეთრ ჭიშკარზე დაიწყო ქანაობა. უცებ ორი წერტილი დაინახა შორს გზაზე. ისინი მას უახლოვდებოდნენ და თანდათან იზრდებოდნენ. კეზიას უკვე შეეძლო შეემჩნია, რომ ერთი უფრო დიდი იყო და წინ მოდიოდა მეორე, უფრო პატარა უკან მოყვებოდა მას. კეზია მიხვდა, რომ კელვიები იყვნენ. აღარ ქანაობდა. ღობიდან ჩამოძრა და გაქცევა დააპირა. თუმცა მერე გაჩერდა. ჯერ ყოყმანობდა. კელვიები მის წინ მოდიოდნენ და უკან მათი ჩრდილები ჩანდა გრძლად გზაზე. კეზიამ აშკარად რაღაც გადაწყვიტა. ისევ აცოცხლდა ღობეზე. გამარჯობა, თქვა მან, როცა კელვიებმა ჩაუარეს. დებს ისე გაუკვირდათ, გაქваვდნენ. ლილიმ ისევ სულელურად გაიცინა. ელიზა იყურებოდა. შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ნახოთ ჩვენი თოჯინების სახლი. კეზიამ ფეხი მიწაზე დადგა. ლილი გაწირთელდა და თავი გააქნია. რატომაც არა, გაუკვირდა კეზიას. დედა შენმა უთხრა ჩვენს დედას, რომ შენ არ უნდა გილაპარაკოთ ჩვენ. ამოიოხრა ლილიმ. კი, მაგრამ კეზიამ არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. არა უშავს, თქვენ მაინც შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ თოჯინების სახლი. ვერავინ ვერ გაიგებს. მოდით. ლილიმ ისევ თავი გააქნია. რა, არ გინდათ? დაიკვირვა კეზიამ. უცებ ელიზამ კაბაზე ორჯერ დაქაჩა ლილის. ის შეტრიალდა. ელიზა მუდარით სავსე თვალებით უყურებდა დას. უბღვერდა. მას უნდოდა ეზოშის შესვლა. ლილი ცოტა ხანში ყოყმანით უყურებდა პატარა ელიზას. მაგრამ როცა ელიზამ კიდევ ორჯერ დაქაჩა კაბა, ლილი ეზოსკენ გაემართა. კეზია წინ მიუძღოდა მას. უკან ეზოში შეიპარნენ. აი ისიც, უჩვენებდა თოჯინების სახლს კეზია. სიჩუმე ჩამოუვარდა. ლილი ქოშინებდა. ელიზა გაქვავებული იდგა. ახლა გაგიხსნით, თქვა კეზიამ და სათამაშო გააღო. ეს საძინებელია, ეს ამზარეულო. კეზია, მოისმა უცებ. კეზია! მამი და ბერილის ხმა იყო. ბავშვები მისკენ შემობრუნდნენ. მამი და უკანა კარიდან იძახდა და იძახდა. თვალებს არ უჯერებდა, როგორ გაბედე კელვინების ეზოში შემოყვანა. აღშფოთებული და ცივი ხმა ჰქონდა მას. შენ ძალიან კარგად იცი, რომ გეკრძალება კელვინებთან ლაპარაკი. წადით აქედან, ბავშვებო. წადით ახლავე და არასოდეს გაბედოთ აქ მოსვლა. მამი და ბერი უკან ეზოში გამოსულიყო და კელვინებს უკან მისდევდა. წადით სასწრაფოდ, ცივად და ამაყად, ამბობდა ის. ორჯერ თქმა არ დასჭირდათ კელვინებს. დარცხვენილებმა და შეშინებულებმა ძლივს გაიარეს ეზო და ჭიშკარს მიაღწიეს. ლილის დედასავით ჩაებღუჭა ელიზას ხელი. პატარა გოგო გაუგნებული მისდევდა მას. ბოროტი, გაუგონარი, პატარა ბავშვი ხარ შენ, ეუბნებოდა მამი და კეზიას და სათამაშოს ხურავდა. ბურნელების სახლს დიდ მანძილზე რომ გასცდნენ დებმა, ტროტუარზე შეისვენეს. ლილის ლოყები ისევ ეწვოდა, ქუდი მოიხადა და მუხლებზე დაიდო. ყველაფერი სიზმარს გავდა ირგვლივ. რაზე ფიქრობდნენ ლილი და ელიზა? პატარა ელიზა დას აღარ ეკვროდა. ბრაზიანი ქალბატონი სულ გადაავიწყდა. უჩვეულოდ იღიმოდა. მე დავინახე პატარა მწვანე აბაჟური. ჩუმად თქვა მან და ისევ დადუმდა.